აბსოლუტურად გეთანხმებით. ახლა ყველამ კარგად ვიცით ძვირფასო მეგობრებო, რომ ის ნოემბერ-დეკემბრის ეგრეთ წოდებული პროტესტი სინამდვილეში ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ესენი იყვნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, შემზვრალი თავიანთ სოროებში და აკვირდებოდნენ, ესენი ყავდათ ეს პირდიტველა ბიჭები გამოყვანილი წინა ხაზზე, ავანგარდში, თვითონ იყვნენ არიერგარდში, დამალულები იყვნენ და აკვირდებოდნენ სიტუაციას თავთავიანთი სოროებიდან. აი, როცა მე გამოათრიეს ესენი აი ამ სოროებიდან, სამართალდამცავებმა, ნიკა გვარამია, ეს ლეაკა ხოშტარია, აი ესენი მე ეს ვაშაძე, ხაზარაძე და ვინც იყვნენ აბსოლუტურად ეს ზურაბ გირჩი და აი შემდეგ, რომლებიც რეალურად ესე იგი აი ამ ახალგაზრდებს ქოქავდნენ და ნუ ერთი სიტყვით ელოდებოდნენ შესაბამის მომენტს. ჩვენ გვახსოვს ის დღეები, ის 20-21 ივნისის აუბედითი ღამე და შემდეგ ეხლა აგერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციები. მე ყოველთვის მიკვირდა ძვირფასო მეგობრებო, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლებამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომელიც ეუთო ოდირმა დაადასტურა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნების ლეგიტიმურობა დაამტკიცეს, აღიარეს. ოპოზიცია იყო გაჩუმებული, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია გაჩუმებული იყო და მე მიკვირდა კიდევაც სიმართლე გითხრათ, რომ ესენი რატომ არიან რაღაც აუბედითი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი საქართველოში. თურმე ესენი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. თურმე ამას ამზადებდნენ ესენი. თურმე თავიანთი პარტიული ოფისები, შტაბები გადაქცეული ქონიათ არსენალებად და სამხედრო ბლინდაჟებად. ემზადებოდნენ გადატრიალებისთვის და დაიწყეს კიდევაც ეს გადატრიალება, მაგრამ მათ და სამწუხაროდ, მათი პატრონების დასაუბედუროდ, ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ ახსენეთ ეროვნული ხელისუფლება და ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდიას რო ყოლოდა ისეთი სპეცრაზმი, იმის ნახევარიც კი, რომელმაც დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა, დღეს ჩვენ შეიძლება ეს გადაცემა სოხუმიდან წაგვეყვანა, ან ცხინვალიდან წაგვეყვანა. და ის პრობლემები არ ქონოდა, რა პრობლემების წინაშე დღეს საქართველოს დგას. და საქართველოს დღეს იქნებოდა დაახლოებით 10,000 კვადრატული კილომეტრით უფრო მეტი. საბედნიეროდ გადატრიალება ვერ შედგა, ჩაიფუშა. ეხლა ხელისუფლება გადასული არის შეტევაზე. აბსოლუტურად სწორია. ეს შეტევა უნდა გაძლიერდეს, ეს ტემპი უნდა გაძლიერდეს და ეს მეტასტაზები, კიბოს მეტასტაზები დროზე არის ამოსაკვეთი და მოსაშორებელი. ესენი არ პატივცემულო ხელისუფლებაა. ესენი არ გაჩერდებიან. ეს არის აგენტურა, რომელსაც აღებული აქვს ფული და მიღებული აქვს დავალება. ამათ უნდა დაამხონ საქართველოში ხელისუფლება, შექმნან მყიფე სიტუაცია, ომისთვის სასურველი სიტუაცია და შემდეგ საქართველოს შეჩურთონ იმ უკრაინის ჯოჯოხეთში. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ასეა. დაიცავით საქართველოს და დაიცავით თქვენი თავი.